თარე მერწყული ეს არის ძალიან მხიარული, ძალიან მეგობრული, ემოციური მოთხოვნილება მეგობრობის, სოციალურობის, ჯგუფებთან ყოფნის მაგალითად, ხო? და თავისუფლების პლანეტა ეს არის ჩვენთან ურანი მართავს მერწყულს, მერწყული მართავს მე-11 სახლს და აი მთელი ეს ჯაჭვი ჩართული როცა არის, ხო? ან მე-11 სახლში არის მთვარე მაგალითად. ეს არის ემოციურად ამ ადამიანს მოთხოვნილება აქვს სოციუმთან ურთიერთობის, ემოციურად მოთხოვნილება აქვს, რაც თავია თავისუფალი გარემოსი. მისთვის მნიშვნელოვანი არის თავისუფლება, აი მაგალითად რო არის ხოლმე ფესტივალები მუსიკალური, მთვარე მერწყულები ყველაზე კარგად გრძნობენ ეგეთ ადგილებში თავს, თავისუფლებასადაც არის მეგობრობა, ჰუმანიზმი, ჰუმანური დამოკიდებულებები ერთმანეთთან და ემოციურად ეს არის ამავე დროს ცოტა ჰაერისტიკი არის, ხო, მერწყული. დაუფრინავთ სადღაც ისე სივრცეში ვართ, სადღაც თავისუფლებაში ვართ, ფრთები მაქვს და ფრენა მინდა. ეს არის მთვარე მერწყული და სხვა ძალიან უყვართ ხოლმე ესეთი ემოციური დრაივის სიტუაციები, სადაც აი მოულოდნელად გამოვედი, აი ჰაერის სიტუაცია არის, ხო ხდებით, მეგობრებთან ურთიერთობაში ვარ, აი ემოციური მოთხოვნილება მეგობრების ან სხვებთან ურთიერთობის ეს არის. ძალიან გავს მთვარე ტყუპებს, უბრალოდ ტყუპები არის კომუნიკაცია, ვილაპარაკო, სულ ინფორმაციას უსმინო, მერწყული არის უფრო სივრცეში მინდა ვიყო. აი სახლში რო ვარ, არ უნდა იყოს სახლში შეზღუდულობა, ბევრი ხალხი, ფეხებში რომ ედება რაღაცეები, აქ უნდა იყოს სივრცე. აქ უნდა იყოს ჩემი პირადი სივრცე დიდი, ხო? და გარემოშიც ესე არიან, რომ მათ სივრცე ჭირდებათ. სადაც ბევრი მხიარულება არის, მეგობრებია, იდეების გაცვლა არის, თანამოაზრები არიან მაგალითად ადამიანები და ასე შემდეგ. ემოციური მოთხოვნილება ასევე მეგობრობის დედასთან და ოჯახის წევრებთან. აი ურანი მთვარე ცოტა აზიანებს ურანი არ გვყვარს მთვარესთან, მართალი რო გითხრათ, მაგრამ მსგავსად შეიძლება იყოს, რომ მე ემოციურად თავისუფლება მჭირდება. სხვა შეიძლება ნაკლებად არიან ესეთი დედები, კლასიკური გაგებით, ეს არის უფრო მეგობარი, გვერდში მდგომი, თანამოაზრე, აი უფრო მანდ წევენ ხოლმე დედობას და კაცები მთვარე მერწყულით ეს არის ადამიანი, რომელსაც ქალი ჭირდება თავისუფლებაში, თავისუფალი, არასტანდარტული ჩარჩოებში რო არ ჯდება საერთოდ, ხო? აი ესეთი ფსიქოტიპი შემოდის ხოლმე აქ, ხო, კაცის შემთხვევაში. და ემოციური მოთხოვნილება ამ და გარემოში ქალთან თავისუფალი რატომ უნდა იყოს?